გამარჯობა, თქვენ ნანიკოს პოდკასტს უყურებთ, ეს მეორე ეპიზოდია. მაგარი ამბავი გამოაგდო დანა ვაითმა. მაშა სადამე ჩემი სტუმარია კაკი ყიფშიძე. სხვათა შეხსიცი რო ეს არ შეიძლება? რა? მე რაც ვქენი ხა. რატო? ხო არა, ფეხბურთელებთან სრულად როგორ გადაიღებდი. აი თო ფრანჩესკო ტოტი მოვიდა და გვერდში ამოუდექი. და ხო არაფერს აი მაქსიმუმ ეს ქნა ხო? ანუ იმდენად პატივს ცემ ფრანჩესკო ტოტის, რომ აი ძალიან დებილური ფოტო გამომივიდა და ზუსტად ეს. აი გეტყვი პარალელს რა, როგორც აი მაგალითად ვარჯიშზე ხარ, გუნდი ვარჯიშობს. აი გაზონზე გადასვლა ხო არ შეიძლება? ხო ანუ არ შეიძლება რომ ჩვეულებრივი ბრტყელი ზედაპირიანი ფეხსაცმელი გაზონზე გადახვიდე, იმიტომ რომ ფეხბურთელების ამბავია. როცა ამიებს აკეთებ და რაღაც საბრძოლოებს უნდა იყო მებრძოლი და ნაჩხუბარი მაქვს არაერთხელ, მაგრამ პროფესიონალ დონეზე არა და მაყურებელს მიმართავ და როცა მებრძოლთან ერთად სურათს იღებთ არა ეგ იმათი პრეროგატივა არის. ოკეი. ესეთი პატარა ინსაიტი. იმედია გვაპატიებენ. ხო, და კიდე ბარემ ერთსაც გეტყვი მაგას. აუცილებლად. ფეხბურთზე ხო ამბობთ, რომ აი რა კაი თამაში იყო. საქართველოს ალბანეთი იყო, კაი თამაში მაგალითად. არასდროს ეგ არ უნდა ვთქვათ ორთაბრძოლებს. უნდა ვთქვათ, რომ კაი ბრძოლა იყო. კაი მატჩიც არ უნდა იხმარო. სხვათა შორის. ბრძოლასთან მიმართებაში მატჩი? იმიტომ რომ რეალურ ზიანს იღებს ის ხალხი, რომელიც მათ ცხოვრებას აპატარავებს და ყოველთვის აი თქვა ფლოიდ მეივეზერი, კონორ მაკგრეგორი იყო მაგარი მატჩი, არა, მაგარი ბრძოლა. რომ მათი ზიანი და მათი შეწირვა საკუთარი ჯანმრთელობის დაფასებულ იქნას ხოლმე. ეგეც წკინთ. მე კი არ გეუბნები მაგას, უბრალოდ წკინთ, რომ უთხრა, რომ რა კაი თამაში გქონდა ილია იმასთან, რა ქვია, ოლივეირასთან, გაგიბროსდება ილია მაგ დროს და მე გეტყვის, რომ თამაში არა ბრძოლა მქონდაო. ანუ შეფასების ძალიან დაბალი ლეველია, როცა ეუბნები, რომ თამაში გქონდა. რა თქმა უნდა. გამარჯობა. გამარჯობა, კაკი. როგორ ხარ? კარგად. მადლობა, ძალიან დიდი, აი სუპერ ატმოსფერო არის და ძალიან სიამოვნებს აქ ყოფნა, ნანიკო, ძალიან დიდი მადლობა. მიხარია. მე აბსოლუტურად დილეტანტი ვარ საბრძოლო ხელოვნების მიმართულებით. თუ რამე ვიცი და თუ რამე გამიგია ამ თემასთან დაკავშირებით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შენგან ვიცი. მართლა? კი, მადლობა იმისთვის, რომ აი რაღაცა ამ კუთხით განმანათლე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ჩემსავით, რომელიც თავში ჩემს პირდაპირ ეთერებს უყურებს, ამ შემდეგ შენს ვიდეოებს ნახულობს, პოდკასტებს ნახულობს და იღებს ინფორმაციას მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით უკვე ჩვენი საზოგადოების ინტერესიც გაზრდილია იმ ობიექტური მიზეზების გამო, რომელზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. მე მაინტერესებს როგორ მოხდა შენი და საბრძოლო ხელოვნების აი ესეთი მჭიდრო კავშირი, როგორ დაიბადა ეს ურთიერთობა? კი ბატონო, კრივი მიყვარდა ყოველთვის. და მაგარ რაღაცას გეტყვი. ერთხელ მამა ჩემი მაღვიძებს ძალიან პატარა ვარ, აი კრივთან ფეხბურთზე ვარ გასწრილი რა, ნოდარ ყიფშიძე, ბაბუა ჩემი იყო ფეხბურთელი, ლოკომოტივში თამაშობდა ბორის პაიჭაძის დროს და სხვათა შორის ბორის პაიჭაძესთან ერთად ამხანაგურით საქმე თამაშები რა და ანუ მე ვიყავ როგორი ფეხბურთის ვიყავ რა შუაში ვარ და ბაბუა ჩემი იყო ჩვენი უბნის გახეული ბურთების მკერავ, მაგრად კერავდა, აი დაჟე ბურთი მიმიტანია და ქარხლულად გაკერილი აუხსნია. და თვითონ გაუგერია და იმ ბურთს ასვალზე და ნახალუკის და სანზონის იმაზე რა ქვია გარაჟები როგორ თქვა ქართულად იმაზე რა ქვია ხო იცადაც თამაშობდით ჩვენ ვის წვანე ფარეხების თავზე თამაშობდით ხოლმე ფეხბურთს და ნუ ასვალზე ძალიან ადულად წდება ბურთი იხევა ტიპური ქართლისური ეზოს ამბავი ხო ნუ მე სანზონაში ვარ გაზრდილი მაგრამ იტალიურ ეზოებშიც და სანზონაშიც ის იყო რა ქვია ასვალტი იყო და იქ ძალიან მარტივად ფუჭდებოდა ბურთი და ბაბუ გვიკეთებდა და ერთი სიტყვით ფეხბურთმა გამზარდა დედასპისა ვარ სტოპიატი 105
ცალკარა, ასე შემდეგ. ამან შევქმნა, მაგრამ კრივის ყურება დავიწყე, ერთხელ მამა ჩემი მაღვიძებს და მეუბნება, რომ დამესიზმრეო, რომ როკი ბალბოა იყავიო რა და ანუ მოკრივე იყავი, ხო ძალიან პატარა ვაფშე კრივი არ ვიცი რა არის. და რაღაც ისტორიას მიყვება, რომ მის სიზმარში იმას ვქედი რა ქვია, ვიღაც დავამარცხე. და მე დამაინტერესა რა, რომ რა არის ეს კრივი და მე ნახე რა არის კრივი, მე როკი ბალბოას უყურე 1, 2, 3, 4, 5, ეხლა კრიდია, ხო? კრიდი ქვია ეხლა მაგას. და მე MMA დამაკავშირა რა ვიცი, არ ვიცი გახსოვს თუ არა, კავკასიაზე გადიოდა ხოლმე UFC-ს აქ რამდენიმე ეპოქა რა, ერთი იყო აბსოლუტურად ბრძოლა წესების გარეშე, აი ბოებეს პრავილს ეძახიან ხოლმე, სწორედ ეძახდნენ მაგას, იმიტომ რომ ადრე იყო როგორი ხალხი იცი, ერთი გამოდიოდა ძიუდოს კიმანოთი და მეორე ცალი კრივის ხელთათმანი ეკეთა. ნახოთ მაგას. ხო, ანუ წეს ერთადერთი რაც არ შეიძლებოდა, არ ვიცი, აი თვალში თითის ჩაჭერა არ შეიძლებოდა, დანარჩენ ყველაფერი. ხო, არ ვიცი, შეიძლებოდა, არ ვიცი. სპიცის გაყრაც მოსულა, შეიძლება, არ ვიცი, მაგ პერიოდში იყო რა და მე იქ ლევან მაყაშვილი იყო კონორ მაკგრეგორმა ეხლა მოვიტყუო თავი რომ გითხრათ რომ კონორ მაკგრეგორმა რა თქმა უნდა როგორც ყველას მეც რა თქმა უნდა მიბიძგა და დავიწყე სადღაც 2013-12-დან კრივიდან ნელ-ნელა წამოვედი MMA-სგან მე კონორ მაკგრეგორი მოხდა მე კონორ მაკგრეგორი ნეით დიაზი ხაბიბი ეს ყველაფერი ვიცით და 2000 ანუ COVID-თან ერთად იწყება ქართული MMA და ნუ მე დარჩენი შეციცი და ყველა ვიცით რომ სასწაულები ვართ ყველაზე მაგარ დივიზიონში, ყველაზე მაგარ ორგანიზაციაში pound for pound ანუ რეიტინგში სადაც წონას ყურადღებას არ აქცევენ, უბრალოდ წარმატების მიხედვით კეთდებასია ხუთეულში კი არა, არ მინდა შემიძლია, აი ხუთეულში ორი ქართველია რაც არის ამაზე ვისაუბრებთ რაც აბსოლუტურად დაუჯერებელი ის ეხლა ჩემი დამოკიდებულება მინდა გითხრა აი ზოგადად ამ საბრძოლო ხელოვნების მიმართ რა მე არ მიყვარს ნუ ეხლა ვის უყვარს მაგრამ აი განსაკუთრებულად აი არ მსიამოვნებს ეს ერთგვარი ძალადობა როცა ადამიანები ერთმანეთს ტკივილს აყენებენ მაგრამ რა ვიცი არქაული თუ დროიდან მოყოლებული ალბათ ეს იყო ყველაზე კარგი სანახაობა ყოველ ეპოქაში და გაცხოველებული ინტერესი აქვს საზოგადოებას მსგავსი მოვლენების მიმართ. აი UFC-მ აი ცოტა გააკეთილშობილა ეს ყველაფერი, აი რა გააკეთა ისეთი სპორტად გადააქცია. არ სპორტია? კი, სპორტად გადააქცია ნამდვილად. ოლიმპიური სპორტი არ არის, იმიტომ რომ MMA და UFC ორგანიზაცია არ არსებობს, რომ შენ ოლიმპიური სპორტი რაც არის და რაც არ არის, რა სხვაობა ამ ყველაფერში. რომ ოლიმპიური სპორტი არის სპორტი, სადაც შენ, აი მაგალითად კრივი არის ოლიმპიური სპორტი, რომელსაც ხოთაშორის ემუქრება, ეხლა რომ ოლიმპიურ სპორტად აღარ ჩათვალ, მაგრამ მოდი კრივის მაგალითზე ვისაუბროთ. კრივი რა არის? ესე რომ დაგიწერო ეხლა კრივი. მარცხენა, მარჯვენა, მორჩა. შენ თუ მეც აიცილებ ჩემ დარტყმეთ და უფრო მეც დამარცხავ, შენ მოიგე. ეგ არის კრივი დამთავრდა. ანუ წარმოიდგინე მთელი ცხოვრება მარცხენა და მარჯვენა ხელის დარტყმებში ვარჯიშობ. MMA-ში ეგ ვერ იქნება, იმიტომ რომ მე თან კრივი უნდა ვიცოდე, თან უნდა ჭიდაობა ვიცოდე, თან ფეხს უნდა ურტყავდე, თან გრეპლინგი და მახრჩობელებისგან გაკეთება და მათი თავდაცვა უნდა ვიცოდე და ანუ ოლიმპიური ოსტატობის მიღწევა არ გამოდის. იმიტომ რომ მაგალითად მოკრივე რომ დღეში 10-ჯერ აკეთებს, დღეში 100-ჯერ აკეთებს ამ მოძრაობას, MMA-ის მებრძოლს მაგის ფუფუნება არ აქვს, იმიტომ რომ MMA-ის მებრძოლმა ესეც უნდა გააკეთოს და თან ჭიდაობა უნდა ისწავლოს და დროში არ ეტევა, გამიგე შენ რომ კვირაში 7 დღე ამას ვაკეთებ და მე თან ამას ვაკეთებ და მე ვჭიდაობ და მე ფეხს ვიქნებ, მე იდაყს ვიქნებ, ანუ არ გამოდის ოლიმპიურ ოსტატობამდე მისვლა. შესაბამისად, აქ გამოდის ვინ უკეთესი ათლეტია და ვინ
ვის აქვს უკეთესი საბრძოლო IQ, რომ ამას ეს უჭირს, მაშინ ვეჭიდავებია, ეს ვერ ჭიდაობს, მაშინ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოლიმპიური სპორტი ესე ამბობენ ხოლმე რომ გახდება როდესმე ვერასდროს ვერ გახდება. არ არსებობს როგორ შეიძლება რომ MMA-ს მებრძოლი ჭიდაობდეს მოჭიდავეზე კარგად. ანუ ის კაცი მარტო ჭიდაობს. სავარჯიშოდ რომ მიდის ის ჭიდაობს და შენ ფეხს იქნებ, ხელს იქნებ, ვიდახს იქნებ და თან ჭიდაობ და როგორ აჯობებ კაცს რომელიც სულ ჭიდაობს, ხო? შესაბამისად ძალიან კარგ კომერციულ სპორტად გადაიქცა, სადაც იყო აი უმარტივესი punchline-ი, რომ აი ხო გახსოვს ეგც, რომ ის კარატისტი მოირევა თუ მოჭიდავე მოირევა. ხო და ეხლა ჩვენ შეგვიძლია რომ ვიცინოთ ამ შეკითხვებზე, მაგრამ მუშაობს, ყველას აინტერესებს. რომ კარატისტი მოირევა თუ მოჭიდავე მოირევა, ბოქსიორი მოირევა თუ ძიუდოისტი მოირევა, ყველას აინტერესებს და საბოლოო ჯამში ამას ვხედავთ ჩვენ. სტილისტიკურ დაპირისპირებას ვხედავთ. და სწორედ აი ამან შეძლო ის რაც შეძლო რა. აი პორე ბრძოლამდე მოვლენები, ეს ინტერვიუები, ეს მთელი შოუ, ეს რეალურად შოუსთვის არის თუ არის გამაღიზიანებელი ფაქტორი ერთმანეთისთვის მართლა რეალობაში? ძალიან საინტერესო შეკითხვა და გეტყვი რომ ეგ ახდენს უდიდეს გავლენას. იცი სადღაც თავდება ფიზიკური უნარები, სადღაც თავდება. თუ ორი ჯანმრთელ ადამიანს ავარჯიშებ ერთნაირი პროგრამით, კი იქ რაღაც სხვაობა იქნება, ამას უფრო კაი დარტყმა იქნება, იმას უფრო კარგი ჭიდაობა იქნება, მაგრამ მაიკ ტაისონს აქვს ეგეთი რამე ნათქვამი, რომ სანამ დამარცხდებოდა, აი ეგში რო იყო რა, რომ ბიჭო ჯიმშიო, ანუ დარბაზშიო, ძალიან ხშირად წამიგიაო რა. ვიღაც ბიჭები არიან, მერევიანო, მაგრამ როცა კამერები, ხალხი, აი შუქზე ვიღაცებს, აი ეს მქონი აქ შეგრძნება, აი მუხლებში რაღაცა სუსტად ხარ მე. აი მე იქ შეყვარებული გიყურებს, იქ კრაში გიყურებს, იქ მამამიშენი მოვიდა და ეღარ ხარ რაღაცა ისე კარგად და ჯიმში ხოცავენ ერთმანეთს, კაცო, არ არის პრობლემა. ანუ ფიზიკას ლიმიტი აქვს. ხო ხდები რა, ანუ შენ გონია რომ ილია თოფურიას ყველაზე ძლიერად ურტყავს ან ყველაზე მაგრად ჭიდაობს, არ არის ეგრე რა. აი აქ არის ილია, არის რომ ესე ჩაისუნთქავს და ილიას ვიცნობ და მაქვს ეგ ფუფუნება რომ ვიცოდე და სადღაც მიდის. დედასკეფცე ილია არის ეგ ადამიანი და მე გეტყვი რატომაც. სადღაც მიდის და უცბად ეს გარშემო ხმაური და ეს ინტერვიუები და ასე შემდეგ მისთვის ხდება რაღაცა ფონი, აი ხოიცი ზილისენ YouTube-ზე რომ მეორე მსოფლიო ომის კადრებს ჩართავ, არა თუ შენ გოგ ბიჭები შვებით მაგას ხო რაღაც აი დასაძინებლად რომ ფონს ჩართავ წვიმის ხმას აი ეგრე აქ რა და ის გამოდის მართლა იჯერებს რომ ეხა რომ შევალ მაგ ოქტაგონში ის უნდა მოვკლა მორჩა და ეს რო არ კლავს ამას უზრუნველყოფს საჯი სასწრაფო მანქანა და ასე შემდეგ სხვაგან გადიან სხვაგან არიან ფეხბურთელს ეგ მენტალობა არ აქვს ფეხბურთელი კარგ ხასიათზე უნდა იყოს ფეხბურთელი ჯანმრთელად უნდა იყოს ფეხბურთელს არ შეიძლება ტყიოდეს აი ჩხუბში როგორ არის იცი ამოგდებული მხარი ჩაუსვამთ და მოუგიათ მოტეხილი თითით ცალი თვალით რაღაცეებით, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ხასიათზე არის ძალიან ბევრი დამოკიდებული რა. ფეხბურთელს ცერათით რო მორჩ დამთავრებული ის იმდენად ტექნიკური სპორტია ფეხბურთი, ვერ მიიღებს იმპულსს, თუ კოჭლო ფულს ვერ გაიჩერებ, არ არსებობს. კი, უთამაშია ტრამიანებს, მაგრამ აქ მაგას გადალახავ და ბოლოს აი მოახერხებ, მოუქნევ ხელს, მოარტყავ და მოიგებ და მაგიტომ არის, რომ აქ მენტალური მდგომარეობა და ის თუ რა განწყობით ხარ, ხო, არის აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობის ვიდრე სხვა სპორტებში. მაგიტომ ქვია ბრძოლა და არა თამაში. ორი არ ვიცი, ძალიან დიდი სახელი და გვარი ალბათ კი. ამ სფეროში ილია თოფურია მერაბ დვალიშვილი. განსხვავდება თუ არა მათი წარმატების ფორმულა ერთმანეთისგან? აბსოლუტურად სხვადასხვა.
ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები არიან. ერთად რამე აკავშირებთ და ეგ უნდა ვინც ახლა ახალგაზრდა აყურებელი ვინც ყავს, უნდა მიწოდეთ ეგ, რომ გულის ამრევი შრომის უნარიანობის გარეშე ეგ არ გამოდის, ეგ უნდა იცოდეთ. რომ ცხოვრება უნდა გადაადო, ეგ დაივიწყეთ ახლა, რომ პარასკევს ნალიკომ დამპატიჟა ფართიზე და სადღაც წავედით დაბადე, არ არსებობს. სანამ მაგზაზე დგეხარ, ეგ ყველაფერი არ არსებობს. მე შეიძლება და მე რაც ხდება აი კონორ მაგრეგორს შეხედოთ, ნახავთ რაც ხდება. ანუ მეიბრძოლი და კომბატ სპორტი და დაპირისპირება ხდება, რის ხარჯზე იცი, რომ არ მინდა კრეხელობაში ჩამეთვალოთ, მაგრამ სპორტის ბერი უნდა იყო. ილია თოფურიას და მირაბ დვალიშვილი არიან სპორტული ბერები. ისინი არიან ანუ ასკეტური ცხოვრებით უნდა ცხოვრობენ გარკვეულ. გახიზნულები არიან მთაში, ხო ამბობენ ხოლმე, ისინი არიან გახიზნულები სპორტში. არსებობს ილია, ალექსანდრე, მერაბი, როგორი ხალხია, მე მერაბთან აი ჩემ თვალწინ მერაბს ისეთ რაღაცები აქვს გაკეთებული, რომ ესეთი რეაქციები მქონდა ხოლმე. მივხვდი რატომაც გახდება. ჩემპიონი არ იყო მაგ მომენტში. მის მეგობარი იყო ალჯამეინ სტერლინგი ჩემპიონი, მაგრამ ანუ საერთოდ ეჭვი არ შემპარვია, რომ მაგას ვერ მოუგებ და ანუ დისციპლინა, ენერგია და მერაბს საერთოდ აბრალებენ ხოლმე, რომ აბრალებენ რა ეგრე არის სასწაული კარდიო აქვს რა. ოღონდ კარდიო მართლა გეუნებით არაფერს შუაში. მერაბს 4 ფილტვი არა აქვს, 2 ფილტვი აქვს. ანუ აი ეგეთი უპირატესობები არა აქვს. ხო ხტები ფიზიკური, რა, ფირგას ადამიანია, ჩვეულებრივი. საერთოდ სხვათა შორის საკმაოდ პატარა თავის წონასთან შედარებით და მასზე ბევრად დიდ, ბევრად ჯანიან ტიპებს ეჩხუბება. მისი უპირატესობა არის აი აქ, აბსოლუტურად. ანუ არ გადადებული აქვს თავი, ბერია, სპორტის ბერი არის. მიიყვანს თავის საქმეებს ბოლოს ჩამოვა. აი მერაბს აქ ეგრა, რომ როგორ ვთქვა ეხა, რომ მე არც მერაბს ეწყინოს და ანუ მერაბ ილია თოფურიას ციტატას მოვიყვან. და არ ეწყინო ილია ვთქვა ეხა მერასაც კეთო. რომ აი ხო ეხა რომ მე და შე რომ წავიდეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთის ვარჯიშზე. ხუჩას ხო შეამჩნევ. აი ხო არ ვიცოდეთ ვინ არის. აი მასკები ახურავთ. ხო მიხვდება ახლა ის მაგარია ხო. ფეხის მოძრაობა. ხო რა ყველაფერი მიხვდები რომ გამოირჩევა. ვარჯიშის დროს ჯოროგანთან ინტერვიუში თქვა ეს ილია. აი ვერ ხვდები რომ ეს კაცი რატოა ჩემპიონი. აი ეს ვარჯიშობს ყველასთან აი ერთნაირად ანუ არ გამოირჩევა რა. მაგრამ როგორც კი აინთება და ის გამოდის საკუთარი ოჯახის, საკუთარი ქვეყნის სახელით და თავის ქვეყანა როგორ უყვარს იცით ყველაფერი. აი აქ რაღაცა 1-დან 9-ზე რაღაცა გადადის და მორჩავს. ანუ სადღაც ანუ თავდება მანტრა. ანუ მერაბი არ არის ყველაზე კარგი ბოქსიორი. მერაბი არ არის ყველაზე კარგი კიკბოქსიორი. მერაბი არის ძალიან კარგი მოჭიდავე. მერაბის აქვს ქართული ჭიდაობის ძიუდოს ბაზა, რომელიც ადგება რაღაცა სასწაულად და მაგარია რა, მაგრამ ანუ არ არის რა ეს ყველაფერი აი ტექნიკურ, მექანიკურ დონეზე რომ განვიხილოთ, ეს არ არის რომ ეს რა ტაიმინგია, ეს რა დისტა არ არის, არა, უბრალოდ ტიპს აქვს რომ ანუ არ წავაგებ რა, ანუ არ მაინტერესებს როგორ მოვიგებ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად მოვიგებ. ილიას შემთხვევაში სხვანაირად არის. ილია არის მიქელანჯელო არის, მართლა. მანიაკია მართლა, არ ვიცი, ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით რა. ილია არის როგორ მინდა რომ როგორც ფეხბურთში ვერ ყვევით, როგორც ფეხბურთზე ვიცით, რომ აი ილია, აი ოლივეირას რაც გაუკეთა, აი ხვიჩა რომ ფლანგზე ბურთს მიიღებს და მე შუაში შეტეხავს და რაღაც მოძრაობას გააკეთებს და აი მაგას ხო ტექნიკურად ვაფასებთ და ილია რომ ჩხუბობს გააქანა და წყვიტა და დააგდო რა და ხო ხანაირი მაგას კი და ნიჭი ანუ ილია არის აი კრუიფია MMA-ის აი
რაღაცთან გვერდზე კრუიფი უზის მართლა თავისი ძმა ალექსანდრე, რომელიც 22 ნოემბერში ჩხუბებს ყატარში სხვათა შორის და მნიშვნელოვან რაღაცას მაგარ ბიჭთან ჩხუბობს, მაგრამ ილია არის აი ხავიცდები რომ არ გავაზვიადო, იმიტომ რომ კრივი რო გითხარი, ხო? შენ რომ მკითხე, მე კრივით დავიწყეთ ხო რა, კრივი ჩემთვის არის უწმინდესი რაღაცა ეგ ყველაზე დიდი სპორტია ჩემთვის კრივია. მუჰამედ ალი, მაიკ ტაისონი, ფლოიდ მეივეზერი ეს ჩემთვის არის აი სხვა ხალხია რა. და ვინც ჩამოგითვალე ხა ალი, მეივეზერის და ყველა კრივს საიდან იწყებენ იცი? აი ხელის მოძრაობა საიდანაც აი 3 წლიდან 4 წლიდან მეივეზერის მამა და ბიძა მსოფლიო ჩემპიონი მოკრივეები იყვნენ და ნუ მსოფლიო ჩემპიონები რო აიყო მოკრივეები არ არსებობს რომ 6 წლის იქით კონდეთ დაწყებული რა. ან კრივში უნდა გაიზარდო. მაგიტო არის რომ ლომაჩენკოს მამას არის ასევე მოვიდა პაპაჩენკოს ეძახიან და მილიო ტეოფიმო ლოპესის მამა, ჰეინის მამა, ყველა ან ოჯახებით მოდიან, იმიტომ რომ კრივში რომ სოფლიო კრივში არის იმხელა კონკურენცია, საუკუნოვანი სპორტია. ეს არის 91 წელს დაიწყო MMA. კრივი არის ხო გახსოვს ის სურათები შავთეთრი ესე როდგან კაცები და ულვაშები რო აქვთ. აი მაკედან მოდის წარმოიდგინე და ამას სხვა სკოლაა რა და ამიტომ ეს სკოლა მოდის და ეს ინფორმაცია გაქვს უკან რომ მოდი უნდა გაითვალისწინო იცოდე რომ რა დგომი როგორ რაღაც და მეც sweet science ტკბილ მეცნიერებას ეძახიან. არადა საკმაოდ მწარე სპორტი არის. როცა ესა ცხენის ტყავის ხელთათმანი კვდება ცხვირპირში ძალიან უსიამოვნოა ვაფშე არა ტკბილი, მაგრამ ეგრე ეძახიან რა ტკბილ მეცნიერებას ეძახიან და ილიამ პირველად ხელთათმანები გაიკეთა 17 წლის ასაკში. ილია მანამდე იყო მოჭიდავე. ანუ ილია არ არის რინგზე გასდილი, ილია გაიზარდა ტატამზე. ეგ და თავისი ძმა ფორთხიალობდნენ 4 წლიდან ტატამზე. და ილიამ როგორც ისწავლა კრივი იმ ფონზე რო 17 წლისამდე ილია დღეს არის 29-ის თუ 28-ის მე მაქვს ერთადერთი შეკითხვა როგორ ანუ ილია რას საკეთებს კრივის მიმართულებით ერთადერთი შეკითხვა მაქვს რომ უცნაურია ან გვატყუებს და 7 წლიდან ვარჯიშობს ან მე ვიზახდი ხოლმე რომ სული გაყიდა თქო ჯონი ალი ჰუკერი არის ეგეთი ბლუზის გიტარის დამკვირველი და Crossroads ეგეთი სიმღერა აქვს და ალბომსაც ეგრე ქვია და მთელი მორალის არის რომ ეშმაკს მიყიდა სული რომ ესწავლა ყველაზე მაგრად გიტარის დაკვრა და მე მგონია რომ ილიაც ეშმაკთან შევიდა ოღონდ გიტარის მაგრად კრივი უთხრა იმიტომ დაუჯერებელია მართლა გეუბნები ეხლა მე დეტალებს უბრალოდ მინდეთ რომ 17 წლის ასაკში რო დაიწყებ კრივს და 28 წლის ხარ ეგრე კრივი არ უნდა იცოდე არც ერთ შემთხვევაში როგორც ილიამ იცის აბსოლუტურად ნებისმიერად ესე ვიძახი ხოლმე 60 ილია იდეაში თავისი ზომით და წონით არის მერაბის წონა რა ანუ მერაბი და ილია რო დააყენო ვერ იტყვი ხა რომ აიმე ეს ცადადე და მიწავრა ერთი ზომის ხალხია აბსოლუტურად უბრალოდ ილია ცოტა ისეთი ჩამჯდარი არის 61 კილოდან 77-მდე რამდენი 61 66 70 77 4 დივიზიონი არის ყველა ვინც არ აღემატება 1.80 მ ყველას გათიშავს. ან უბრალოდ არიან იდიოტურად დიდი ტიპები, მაგწონის მაგალითად აი შავკატ რახმანოვი, ისე ნუ აი ვერ მიწდება რა ხდები. ან ფიზიკის სიმაღლის ფაქტორის გამო, თორე ყველას გათიშავს და ეგ არის, რომ მერაბი არის, შენ შეგეთხოს და უბრუნდეთ და ბოდიში ცოტა შორს წავედი, მერაბი არის აბსოლუტურად მენტალური ამბავი, რომელმაც გადადო ყველანაირი ტექნიკა, მიდგომა რაღაც და დაამარცხა ყველა. ილია არის თან ეგ, იმიტომ რომ ილია მენტალურად წინ ჩარლზ ოლივერი ეგეც უნდა გითხრა. წარმოიდგინე, ხვალ უნდა მე მაგალითად უნდა ჩამკეტონ ესე გალია იკეტება ესე დიდ სარს ჩარჭობენ და შენ წინ დგას შენზე დიდი შენზე მაღალი ჩარლზ ოლივეირა რომელიც არის რეკორდსმენი ფინიშებში რეკორდსმენი გამარჯვებებში და რეკორდსმენი ბონუსებში ბონუსები ანუ გადასარევად დაფინიშებულ ხალხში და ილიამ რა ქნა იცი
წინა ღამეს იზეიმა მისი გამარჯვება. მანიაკია. აი ამ ხელაფონს ეტყობა თან ამას თან ეს დეკლარირებული აქვს ეს თავდაჯერება რა. ანუ კი არ მალავს და რაღაცა ანუ ამბობს რომ მე ამას ასე ვაკეთებ, ამას ასე გავაკეთებ და ეს ასე იქნება და ეს ასე არის. გეუბნები რა სული გაყიდა თქო რა მეტრი რა გითხრა არ შეიძლება. არა ხუმრობ ეწყინება. არა ილია ძალიან ილია ქრისტიანი ადამიანია ხუმრობილო. რა თქმა უნდა ყველაფერს, მაგრამ სხვაგან არის ადამიანი მენტალურადაც და ფიზიკურადაც. აი ხო მილიონობით აუდიტორია ყავთ აი ამ მებრძოლებს MMA-ს მებრძოლებს არის თუ არა განსაზღვრელი აი კაი ტიპი თუ არის აი კარგი ტიპი თუ მაინც ძალა და პროფესიონალიზმი აი რა გულშემატკივრობის გზას გიმოკლებს წარმატებისკენ როცა შენ ხარ ქარიზმატული ტიპი როცა შენ საუბრობ რამდენიმე ენაზე როცა შენ შეგიძლია რომ კარგი კომუნიკაციის ასე ვთქვათ PR მენეჯერი იყო საკუთარი თავის და იქ იცოდე კომუნიკაციის მნიშვნელობა იცოდე რომ რა შეიძლება თქვა რა მომენტში ეს ამოკლებს გზას აი ამ დაწყებიდან წარმატებამდე იმიტომ რომ ამ ხალხს ეხლა ვიზეთ ჩვენ საუბრობთ ესენი არიან prize fighters პრიზისთვის მებრძოლები ანუ ფურცელზე ყველაზე წარმატებული მებრძოლი არის აი ეს აი გეტყვი ხარ ვინ არის ყველაზე წარმატებული მებრძოლი არავით არის საჩემპიონო ჭუები არავით არის ამ მე მაქვს 7 წაგება და შენ გაქვს 6 და ამიტომ შენ ანუ არა მინიმალური ზიანით მაქსიმალური პრიზის მომტანი ტიპი არის ყველაზე კარგი მებრძოლი მაგითომ არის კონორ მაკგრეგორი და ფლოიდ მეივეზერი ყველაზე ცნობილი ხალხი, იმიტომ რომ მათ ტვინ შერყევა არ აქვთ, მათ არ ჭირთ სხვადასხვა არ მინდა დაავადებები ვახსენო, მაგრამ ნევროლოგიური დაავადებები ემართებათ ხოლმე ტვინისიანი, ან პატარა დარტყმა ნიშნავს, რომ აი ავარიაში რომ მოყვე, ჩათვალე. აი კაი გატარებული დარტყმა, ნორმალური ისეთი, ეგ ნიშნავს, რომ ეს ტაქსი იჯექი მიდიოდი და მანქანა დაგეჯახა. და იქ ხო ტვინი ირყევა, ხო? აი წარმოიდგინე მაგას ღებულობენ სულ ყველა ვარჯიშზე, ყველა იმას. ასე რომ ძალიან ბევრს გასცემენ. და ყველაზე ნაკლებად ვინც იღებს ზიანს და აქედან ყველაზე მეტ პრიზს იბრუნებს, ის არის ყველაზე მაგარი მებრძოლი. ესეთები იყვნენ ფლოიდ მეივეზერი, ესეთები იყვნენ კონორ მაკგრეგორი, მაიკ ტაისონი. მაიკ ტაისონი კი დაზარალდა საბოლოო ჯამში, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ გულშემატკივრად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ხალხი არის prize fighters პრიზისთვის მებრძოლი ისინი უფასოდ არ ჭუბობენ ისინი არ ჭუბობენ რაღაც ასე ვთქვათ თავისთავად мотиваციისთვის სუდი мотиваციაა ფული სუდი мотиваციაა ახალგაზრდა სპორტსმენისთვის და მე არ მინდა არასწორად გამიგო ეხლა ახალგაზრდა მაყურებელმა უბრალოდ როცა რაღაც ასაკს გადააბიჯებთ ხარ 33-34 უკვე იქ ორი სულები უნდა გააკეთო იქ რაღაცები გათვალე იმიტომ რომ საბოლოოდ შენ პატარა ფანჯარა გაქვს რა მოჭადრაკე რა ვიცი მაგნუს კარლსენი ხა ჭადრაკს რომელთამდე ითამაშებს შენი აზრით რა ვიცი სადაც გაუხარდება ხო და მერაბი და ილია რა ვიცი 36-ს თუ გადაცდნენ მადლობა ღმერთს უნდა ვთქვათ ხო შესაბამისად ეს ძალიან პატარა ფანჯარაა რომელიც უნდა გამოიყენონ სწორად და თუ ფული мотиваცია არის მთავარი ეგ არც ერთ სპორტში არ არის. არ მუშაობს ეგრე ხო. ძალიან ცუდ შედეგს. იმიტომ რომ თუ შენ კონკრეტულ სფეროში ხარ წარმატებული, ფეხბურთი იქნება, საბრძოლო ხელოვნება იქნება, ძიუდო იქნება. ფული ყველა ვარიანტში მოდის. არც უნდა მაგას დაფიქრება, ხო? რა სფერო უნდა ირჩიო, რომ იმ სფეროში იყო ძალიან მაგარი. და ფული არ მოვიდეს აი რა. რა ვიყო ჩვენს რეალობაში აი ეხა ესე ვთქვა ჟარგონულად რო ვთქვა X5-ის ყიდვამდე რო ფეხბურთს თამაშობდნენ ხო გახსოვთ კი ძალიან პოპულარული პრიზი. თავარია რომ ის ვიყიდო და მე ჩემი საქმე გაკეთებულია რა. ეხლა ნელ-ნელა მე მგონი ეს მიდგომები ყველაფერში შეიცვალა და მათ შორის ფეხბურთშიც.
აი ინციდენტზე აუცილებლად მინდა შენი აზრი ვიკითხო. ნიკოლ შოუ და მერაბ დვალიშვილის ეს ამბავი არასასიამოვნო ძალიან. რატო გახდა ეს თემა ესეთი საჯარო და სალაპარაკო? ინფორმაციის ნაკლებობის გამო. მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ მერაბ დვალიშვილს რომ მქონოდა ის ინფორმაცია, რაც უნდა გქონოდა, როცა სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას იღენებ, რომ მე შენ დაგახევ ხა არის ავტო მერაბი არ არის ეგ ადამიანი რა. ანუ ინფორმაციის დედასპიცა მე მესმის რა ვიცი შეიძლება გულახდილად აი ხა რასაც ვფიქრობ მაგას ვამბობ რა. მერაბი არის მებრძოლი. მერაბი დილით დგება, ვარჯიშობს. მერაბის თავში შეიძლება რა ხდებოდა და ეგრეც მგონია რომ ხდებოდა. რომ გაუსწორდება, გაუხარდება. ნახე მის მე მგონია რომ ძალიან სუფთა ადამიანია. ძალიან, რასა ვიცნობ და ძალიან სუფთა ადამიანი არის და საბოლოოდ როგორც გამოვიდა და რას გამოვიდა მე იქით ამ ხარეზე, ნიკოლ შოუს ხარეზე, იცი რა არის ისეც არ ვერ გეტყვი ხა რომ საერთოდ არ მესმის რა ეწყინა თქო არ მესმის რაც იმიტომ რომ მე მედია განათლება მაქვს მე მუშაობდი მაგ სფეროში კომუნიკაციებში ვიცი რა არის საავტორო უფლებები ასე შემდეგ და გავიგე რომ რაც ეწყინა იმ კაცს გავიგე რომ თქვა ვერ დაუკავშირდნენ ერთმანეთს ვერაფერი ვერ ვხვდეთ თორე არც ისე არის რომ ის კაცი ნიკოლ შოუ მოთხოვდა მერაბს რომ აბა ეხა შენ თუ ფულს არ მოვცე მაგ არ დაგინახო მაგ მუსიკაზე გამოსული არც ეგრე არ მგონია უბრალოდ ეს იყო ინფორმაციის ნაკლებობა, ეს იყო მის კომუნიკაცია და მე არ მგონია რომ მან ვინმე უბრალოდ აი საბოლოოდ იმდენად ცუდად დაალაგდა სხვადასხვა პირებით, სხვათა შორის იქ ხარ ყოფილა რომ მერაბმა უთხრა რაღაც ნიკოლ შოუს. ანუ აბსოლუტურად მესამე მეოთხე პირებით მივიდა ცუდა გაფრჩებული ტელეფონი ქვია მაგ ყველაფერს რა. თორე მე არ მგონია რომ ანუ რა უნდა გეწყინოს ადამიანს რომ მან იცოდა რომ წესით ესე და ესე უნდა ექნა მაგრამ განზრახ ეგრე არ ქნა და მერაბს ეგ არ გაუკეთებია დარწმუნებულია თუმცა პრეტენზია არ აკონტროლებს აი რა თქმა უნდა აკონტროლებს და პრობლემის რა ვთქვა გამოყენებული მუსიკალური რაღაცა ანუ 98%-ით გეტყვი ეხა რაღაცას მაპატიეთ თუ ის 2% აღმოჩნდა ეგ ფული ნიკოლ შოუს მიუვა იმიტომ რომ მან UFC რა მუსიკასაც ხმარობს მან ერთიანად იხდის ანუ საავტორო უფლებებში მაგალითად მე და შენ ახლა რომ დუეტი ჩავწეროთ რაღაც და Spotify-ზე დავდოთ 37 თეთრი ჩაგვერიცხება წლის ბოლოს ანუ არ არსებობს რომ UFC-ს ახლა ეგრე მიტოვებული კონდეს ეგ თემა რომ ბოლოს ვიღაცამ უჩივლოს და მილიონები წაართვას ახლა მაგის ჩიტები არიან შესაბამისად მან ჯერ ერთი რომ ინფორმაცია არ გვაქვს იმის რომ აი რა მოხდა საბოლოოდ ხო არ მე არ ვიცი მე ვიცი რაც მოვისმინე ხო და მე რაც მოვისმინე და იქიდან გამომდინარე ჯერ ერთი ამ ორ ადამიანს შორის ვერ ვნახე რომ აი პასუხიან რამე სულ ვიღაც შუალედური ტიპებისგან გავიგე და ჩემი პოზიცია ეგ არის რომ ინფორმაციის ნაკლებობა იყო უბრალოდ რა გულახდილად გეუბნები ხო ილია მაგალითად ჩამოსული იყო ჟურნალისტებს შეეძლოთ რომ დაესვათ ამ საკითხთან არ ვიცი მერაბზე მერაბი ხო დაკავშირებით შეკითხვა მაგრამ ალბათ გასცემდა პასუხს რომ ეკითხა ვინმეს არც დედასპიცა ვარ ნეიტრალური პასუხები არ მიყვარს და არ გეუბნები ახლა რომ მერიდება რომელიმე მხარის დაჭერა ან არ დაჭერა გულახდილად მგონია რომ ეს იყო ინფორმაციის ნაკლებობის ამბავი. მე რა როგორ ვფიქრობ, იცი? ანუ ამ აი ნიკოლ შოუს მხრიდან ამ საკითხის ზოგადად გასაჯაროება ამას აგვარებს საკანონმდებლო მოცემულობა ნებისმიერ ქვეყანაში რა. მე თუ რაღაცა საჯარო სივრცეში გამოვიყენებ ვიღაც უნებართოდ ვიღაცის სიმღერას, აუცილებლად მე ამის გამო რაღაცა ორგანიზაცია უფლებების დამჩარჯავს. ხო, აუცილებლად
მომთხოვს შესაბამისად ეს რომ ყოფილიყო არალეგალურად შესაბამისად ვერ მოხდებოდა ამ ხელა აუდიტორიის წინაშე ამ ხელა სცენაზე არ ხდება ეს მაგრამ გამოსვლაში ფული გადახდილია ნანიკო მეც ეგრე ვფიქრობ უბრალოდ მიზერული და არა მე ნიკოლ შოუ ვიყო და ჩემი სიმღერა მერაბ დვალიშვილს ვაი უკაცრავად ჩემი სიმღერა მერაბ დვალიშვილს გაქონდეს არ ვიცი ყველანაირად შეიძლება შეხედო შეიძლება მე ნიკოლ შოუ ვიყო და პაციფისტი ვიყო და ძალადობა არ მიყვარდეს და არ მინდა არა ეგრეთ შეიძლება აბსოლუტურად ხო მისი უფლებაა ხო რა ვიცი შეიძლება ადამიანს პირიქით არ უყვარს ეს სპორტი რომ და ერთმანეთს ასისხლიანებენ ადამიანები მე უბრალოდ იმის თქვა მინდა რომ მერაბს ეს რაღაც არ მოსვლია რითიც არც შეგნებულად და არც იმით და არც როგორ თქვა რა უყურადღებობით უბრალოდ მას ჰქონდა რაღაც კონკრეტული ინფორმაცია რომ მე ნიკოლ შოუს სიმღერაზე გამოვალ მე ნიკოლ შოუს რო შევხვდებით შენ სიმღერაზე გამოვდივართ და ჩაარტყი ანუ ეს წარმოდგენა ჰქონდა და რა ვიცი შეიძლება სწორადაც იმიტომ რომ ანუ ამ ქვეყანაში კონტენტში ფულის გადახდა და სხვაგან ვართ ახლა რა და ლოგიკურია რომ ეგრეც მოხდა მაგრამ იმედია რომ რაღაც ბიჭები ერთმანეთში დაალაგდებიან და ეს კონფლიქტიც აღარ იქნება იმედია MMA ესე UFC-ს თემაზე მინდა აი ბოლო თეთრი სახლის პროექტზე კითხო და დაუკრეფავში ხომ არ გადადის ეს კაცი ისე ტრამპი და დენა ვაითიც მაგაცობენ ძალიან დიდი ხანია MMA ამერიკაში იყო არალეგალური სპორტი დიდი ხანი ესე დენა ვაითს ჰქონდა ამერიკის რუქა გაკრული რა და რომელ შტატშიც გაამწვანებდა MMA-ს და UFC-ს იქ ესე მწვანე დროშას აკრავდა ხოლმე და სულ გადამწვანებული მქონდა მთელი ამერიკა ერთადერთი ნიუ-იორკის შტატი არაძლევდა ანუ არალეგალურად ამ სპორტს ვერ ჩაგატარებინებთ იმიტომ რომ ყველა შტატს აქვს თავისი სპორტის კომისია რომელიც მოდის ამოწმებს ათლეტებს დოპინგს ასე შემდეგ ანუ რაღაც რეგულაციები არის და ერთი სიტყვით ერთ-ერთ ივენტზე ვერ ნახულობდა დენა ვაითი ვენიუს ადგილს სადაც ჩაატარებდა და დონალდ ტრამპმა რომელიც იყო დიდი მოყვარული კრივის ასე მათ შორის MMA-ის მაშინ დაუთმო ტრამპ ფალასი ტრამპ ტაჯ-მაჰალ ქვია რა მოკლედ არ მინდა რომ შემეშალოს მოკლედ დიდი ვენიუ დაუთმო რომ ჩემო დენა შენ წადი და ჩაატარე ეს შენი ივენთი UFC ძველს გეუნები ადრე და გადაარჩინა რა ანუ აი ტრამპმა რომ ეს ვენიუ დაუთმო ეს შენობა რომ დაუთმო დენას და დენამ იქ ჩაატარა ეს ივენთი ის ივენთი გახდა ძალიან პოპულარული და ნუ ვალში არიან რა ერთმანეთთან არა უფრო დენა არის დონალდ ტრამპთან ვალში საბოლოოდ ნუ მე პრეზიდენტი ერთხელ პრეზიდენტი ორჯერ და ეს იდეა გავრცელა პირველად დონალდ ტრამპმა მის ერთ-ერთ გამოსვლაზე და პირველად როგორც დაბეჭდება შეგვექმნა იცი ჩვენ რომ ანუ UFC-ს მაყურებლებს რომ იქ დიდი ტერიტორია ხა ტრამპის ზალაში ხო არ ჩატარდებოდა ეგ ყველაფერი ხო ანუ სადღაც იქ აი ფონად გამოჩნდება თეთრი სახლი და იქვე ოქტაგონში თუმე არა მთელი რა ხდება იცი ოვალური ოფისიდან გამოვლენ ტიპები წარმოვიდგინე გაგირდნენ ვერ არიან ნორმალურები ანუ ამერიკის სიწმინდეზეა საუბარი სინდიზე და ნამუზეა საუბარი აი მართლა მეც ნათქვამი მაქვს რომ არ ვიცი რაღაცა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან რომ გამოვიდეს დენა ვაითი კი არა ილია თოფურია წარმოვიდგინე აი ეგეთ რაღაცაზეა საუბარი და ინფორმაცია და თავიდან ჰი გაგვეცინა გვეყო მე თურმე მართლა ტარდება მე გვეგონა რომ იქვე სადღაც ჩატარდებოდა მე თურმე რა ქვია იქვე ატარებენ და ყველა ძალიან რაც არ მომეწონა ეხა იყო რომ კონორ მაკგრეგორი ეს ცოტა გამოფხიზლებული სახით ზის და არა всё მორჩიო მე შევეშვი ამ დალევებს და იმებს და იცახის რომ მე და მაიკლ ჩენდლერი ვიქნები თუ გადასარევი მეინ ივენთი ამ ყველაფრის თუ რაც არის ნუ აი როგორი შეურაცხყოფა იცი MMA-ის მებრძოლისთვის რომ შენ ხარ რაღაც რადგან ცნობილი ხარ რა ვიცი მაშინ ლებრონ ჯეიმსი და მაიკლ ჯორდანი ვაჭხუბოთ რა ვიცი თქვენზე ცნობილები არიან ხო ანუ ჩემი აზრით მაგ კარდის თავარი ანუ მეინ ივენთი უნდა იყოს
კი, ეკუთვნით ამენი თეთრსახში ტარდება და ხა ამერიკელი ხო უნდა იყოს ვიღაც, არ ვიცი, აი ჯონ ჯონსი იქნებოდა ძალიან მაგარი. მაგრამ ვიღაც ვინც პრაიმშია, ვიღაც ვინც გამარჯვებების სერიით მოდის, ხო? იმიტომ რომ ამას სპორტული დატვირთვაც უნდა კონდეს რა, რაღაცა კლოუნა. მაშინ ის ვაჩხო, ჯეიკ პოლი და ლოგან პოლი იყოს, უფრო პოპულარული იქნება. ანუ მან უნდა იყოს რაღაცა მნიშვნელობა. ხო, ანუ და პროსტა ეხა რაღაცა მაგრეგორი. ხო, რა, აი მაგრეგორი და მაიკლ ჩენდლერი რატო ჭუბობენ? ანუ მაგრეგორი და ჩენდლერი ჭუბობენ და რომელიღაც მოიგებს, რა გავარკვიეთ? აი გეხუძებ მითხარ, მოიგო მაგრეგორმა. რა გილოცა, რა ვიცი, ხო, მე ჩენდლერმა მოიგო, რა გავაკეთო ეხა. ანუ რაღაც სპორტული აზრი ხო უნდა იდოს რაღაცაში, ხო? რომ ერთი კაცი რომ მეორეს მოუგებს, ეს გახდა ამის ფლობელი. ან საბრძოლო ხელოვნებებში არის გახდა კონტენდერს ვეძახით, რომ აი შენ თუ ამას მოუგებ, შენ პრეტენზია გექნება კამარზე. ანუ რაღაც ხო შეიძლება რომ არსებობდეს. ესე უბრალოდ ეხა მე და ჩენდლერი ვიჭუბებთ რატო პარავ სცენას ტიპებს, რომლებიც რეალურად იმსახურებენ ამ ხელა იმეზე იმას UFC White House-ი ეგ იმათი რომ ჩატარდება სულ რომ მოსარაილოები აჭუბო მან იმასთან ზუბაირა ტუხულოვთან დაგვამახსოვრდება ეგეთ მაინც რა წადავწინე კარგი უკაცრავთ მოსარაილოები და ზუბაირა ტუხულოვი არა ჭუბო White House ხო რეალდენა ძალიან ჭკვიანი ტიპია იმისთვის რომ ასეთი შეცდომა არ მოუგებს არა ხო რაღაც ანუ ერთი სიტყვით სპორტული ინტერესი ჭირდება რა ანუ კონორ მაგრეგორი ხაბიბს რო ჭუბებოდა კამარზე იყო ის ჭუბი ანუ 70 კილოგრამის კამარზე იყო ჭუბი რომლის ეხლა მაშინდელი ფლობელი იყო ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაგრეგორი იყო კამრის ფლობელი მანამდე და სპორტული ინტერესია რომ ებიჭო ვინ არის ჩემპიონი ხო და ეხა დენა ვაიტმა თუ გამოაცალა სპორტული ინტერესი და მარტო ეხა კონორას სახე დაგვანახა და კაიაო ეგ არ ვარქა ცოტა შესიებული თან ხო შეფუტკუნებული კარგი მოდი ცოტა ფეხბურთზე ველაპარაკოთ ქართული ფეხბურთი სად ხედავ ქართულ ფეხბურთს ხო სად ვართ ნუ ბევრად წინ ვიდრე ჩემს ყმაც ვაჟობაში, იმიტომ რომ მე ქართული საქართველოს ნაკრების წარმატება ჩემთვის იყო, აი ასოცირდებოდა რა, ხო იცი ცხოვრებაში რო გაქვს პერიოდები ეგეთი, რომ უიღბლოგონია თავი, რომ აი არაფერი არ გამოგდის, აი არა, ეგრე მქონდა, რომ აი როგორც მე არაფერი არ გამომდის, ისე არაფერი არ გამო, აი მე ვიყავი ქართული ფეხბურთი რა. ხო და მაინც ახალმა თაობამ, ახალმა აზროვნებამ მესიმ და რონალდომ, იმიტომ რომ მე მგონია რომ ხვიჩები, ჩაკვეტები და ისინი კი მესი და რონალდომ შექმნა ეგ ბავშვები რა. იქ კიტე მესის უყურებდა ხვიჩა რონალდოს და ნუ ასევე აღსანიშნავია დინამოს აკადემია. როგორ შეიძლება რომ ეხა ქართული საქართველოს ნაკრების წარმატებაზე ისაუბრო, რომლის, არ ვიცი, 80% დინამოს აკადემიის გაზრდილია და ეხა ეგ არ ვახსენოთ, ეგ არ ვთქვა, რავი, ყოჩა ხო, რაღაც სწორად გააკეთეს. მაგრამ საკლუბოზე უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა, ანუ ეს არის ვერ ვიჯერებ რაც ხდება. ანუ არც ესე როგორ არ უნდა მოინდომო, ესე როგორ ანუ რაღაცას დაიწყებს წააგებენ და აუ აღარ მინდა და რაღაცებს აღარ ვაფინანსებ და ანუ ეგრე ხო არ არის რა ანუ დრო ჭირდება ბათუმის დინამო ძალიან ახლოს იყო სლოვანთან რო თამაშობდა და ანუ მაგასაც ხომ მონდომება უნდა კუთხური ჩაგვიხვიეს აი რა არის პროსტა სურიკო დავითაშვილმა მოკიდა ბუბს ფეხი ცენტრში წამოიღო რაღაცა მარადონას გოლი გაიტანა გავდივარ და კუთხური ჩაგვიხვიეს აი ეგეც ხება რაღაცაში და გაგიმართლო ვაისოვიჩმა მამამისოვიჩმა ჩაგვიხვია იცნობს ხოდა შორის ის რას მეძახდა ვაისი ეხლა უცბად დავფიქრდი
ეხლა ორი ის იყო, ანუ მე ფეხბურთ ფედერაციაში მუშაობდი და მეც მუშაობდი ბოლო 8 წელი. მე ხო დიდი ხანი მუშაობდი და იმას ანუ მე ხო კამერით დავრბოდი სულ და სკორსეზეს მეძახდა. სკორსეზე, давай, всё. აღარ ანუ კამერით რო არა კომპლიმენტს მეძახდა რაღაც სკორსეზე ჩემი საყვარელი რეჟისორია. Goodfellas ნახეთ ყველა. ხო. და სანაკრებოდ და ზოგადად ნიჭ და აკადემიებს იცი რა არის შეიძლება საკამარისიც არის რა 1-2 პატრია ქვეყანა ვართ რა შეიძლება ყოფნის დინამოს და იქ რაღაც აკადემიები ხო არის კიდე საფურთალოსი ლოკომოტივის შეიძლება ყოფნის მაგრამ საკლუბოზე რა უნდა ვქნათ მე ვერ ვიგებ საიდან უნდა და აი რაღაცა რეფორმა საჭიროებს თუ არა ეს ყველაფერი მე მაქვს ჩემი მოსაზრება საინტერესოა მართლა მითხარი მე ვფიქრობ რომ ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს აზერბაიჯანის ან თურქეთის მაგალითები. სადაც სახელმწიფო, აი, ვთვლი რომ სახელმწიფო ხისტად, ანუ ფონდით არა, ამ კატასტროფა ფონდით არა, რომელიც მიძინებოს, აი, ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფებს ქართველებს. ეს არ არის განვითარების გზა. აი, ძალიან ხისტი ჩარევა ან ეკონომიკური დივიდენდები კომპანიებს ნუ რა გახდა 10 კომპანია ქვეყანაში რომელიც დახარჯავს 10 მილიონს პირობითად ვამბობ 5 მილიონს 10 მილიონად ხარ კონფერენც ლიგაზე პირობას გადა დახარჯავს და გაუკეთეს საგადასახადო შეღავათი აი რა პრობლემაა ამაში არ ვიცი და ვერ ვიგებ და გეტყვი ანუ ზუსტად ეგრე არის მე ზუსტად მაგას ვამბობ მე და იცი ყველაზე ძალიან რამ გამაღეზიანა შენ გახსოვს თბილისის დინამო ბათუმის დინამო ხვიჩა თამაშობს იქ მაგ დროს და ეროვნული ლიგის მორიგი ტურია დინამო თბილისი ეთამაშება დინამო ბათუმს და დინამო არენაზე მოვიდა 42000 ადამიანი ანუ მოდი ერთსამ ხვიჩა დავივიწყოთ რა თვითონ ფაქტს დავარქვათ სახელი საქართველოს ჩემპიონატის რიგით ტურზე არცა ჩემპიონი ის შუა ტური იყო შუა ტურები იყო საქართველოს ჩემპიონატის რომელიღაც ტურზე თბილისში დედაქალაქში თავარი არენა გაივსო ეს ხო უნდა იყოს რაღაცა ნიშანი რომ ბიჭო შეხედე ანუ განა იმას ვეთ დანიას ვეთამაშებით და ესპანეთს თბილისი ეთამაშება ბათუმს გაახილე თვალები რა ეს შეგვიძლია რომ ყოველ შაბათ-კვირას გქონდეს ეგ ყველაფერი გავიგე რომ ხუჩას გამომოვიდა ის ხალხი გავიგე მაგრამ ნუ კიდე ხო არსებობს მარტო ხუჩა ხო არ არის ფეხბურთელი სხვაებიც ხო არ არის ხო არიან რა და რაღაცნაირად ეგ მომენტი ჩვენ გავუშვით ხელიდან ეგ იყო როცა პროცესი მე რას მანიშნებდა კაცო ბიზნეს სახელმწიფოს ანიშნებდა რომ ხალხი მოვა აუცილებლად მოვა ხალხი შენ რამე მიზეზი მიეცი და გივსებს ქვეყანაში ყველაზე დიდ არენას გაჩვენა რომელი ტური იყო აი რა ვიცი მონტაჟის დროს ნახე 0 მაინდა-მაინც 0 დამთავრდა ეგ თამაში ხუჩას გაეტანა ზურიკოს მაინდა-მაინც 0 მოჭა ეგ თამაში მაგრამ კაი არა უშავს თავარი არის რომ 40000 კაცი თუ 42000 კაცი მოვიდა. რა მაგ დროს ხო უნდა დაფიქრდე რომ ბიჭო რა ვიცი რა დაждდება ეხა ეს ხო? რაღაცა ვიყიდო გუნდი 5-6 მილიონი დოლარის ტრანსფერები გავაკეთო კონფერენც ლიგაზე გავიდე და всё ყოველ სამშაბათი 4 მით უმეტეს ეხა სამშაბათი 4 ხუთშაბათი და UEFA-მ ხო ეს ყველაფერი ჩაკეტილი რო ქონდა და მარტო გრანდების სიამოვნება იყო ევროპული ფეხბურთი დღეს აღარ არის ეგრე ხო ოღონდ შენ რაღაც ხელი აიწიე და რაღაც ინიციატივა გამოიჩინე და გათამაშებენ ხა იმაზე რა ქვია
მანდაც რო ვერ ხვდები, რა ხო რა, ეს გუნდი არის და კიდევ კარგი რომ მართლა ნაკრებმა და მოახერხა ეს. და რანაირად არის კონტექსტიდან ამოვარდნილი ამ საერთო სურათიდან ნაკრები? იცი, საბოლოოდ ხო რაღაც კონკრეტული ნაბიჯია და საბოლოოდ ხო ვიღაც გიორგი გიორგაძე უნდა ადგეს და დაურეკოს ლევან ლევანიშვილს და უთხრას რომ ებიჭო რაღაცა ვქნათო და ეს გიორგი გიორგაძე არ ურეკავს ამ კაცს და მე რა გავაკეთო, რა ვიცი, მომეც 100 მილიონი და გავიყვან რომელიმე გუნდს არ მინდა 100 არ არის ხო მე და ნანიკო მივხედავთ მაგამ ბავს არ არის პრობლემა ანუ ქართულ მე ახლა 20 წელი ამ სფეროში ვმუშაობ ანუ რამდენი რამე მინახავს და რამდენი ვინმე მინახავს და რამდენი რეფორმა და რამდენი ჩასვრელი მერე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ ძალიან იშვიათად ვერ ვიხსენებ ფაქტობრივად ხო მომენტს როდესაც კონკრეტული კლუბი აბარია ადამიანს, რომელსაც აქვს ფული და თან ძალიან უყვარს ფეხბურთი და აი მისი მთელი мотиваცია არის ეს. მეც გამკვირვე ვიცი რა არის. მე აღსნაირად არ მიყვარს ხოლმე რომ ადამიანებს ვეჩხუბები. საერთოდ არ დევს ეგ ჩემში რა, მაგალითად, მაგრამ ყოფილა თბილისის დინამოს მაგალითად თან ვერ დავაბრალებ იმ ფიფიას, მე ვერ დავაბრალებ, ფეხბურთი არ უყვარს თქო, იმიტომ რომ რა ვიცი რომ რაღაცებს აკეთებს რა ესე ვერ იტყვი მართლა ეხა აკადემიისთვის ნამდვილად ანუ შეხედე ეგ კაცი რომ მოვიდეს ეხა ჩვენთან ბატონი ფიფია რომ მოვიდეს რომ ევროპაზე გიგაყვანა შვილი ნანიკო შვილი აკაკიო რო გითხრას რომ ჩამოუთვლით სახელდაგვარებს ეგ ბავშვები მე გავზარდეო რო გვიპასუხებს ხო იქნება მართალი ფიფიას რამდენიმე წლის წინანდელი პრესკონფერენცია იმედია შენს გემახსოვრება როდესაც მან გამოაცხადა კლუბის ახალი პოლიტიკა რომ ის მხოლოდ და მხოლოდ დაეყრდნობოდა მისი აკადემიის აღზრდილებს და ანუ 5 წლიანი პროგრამა იყო თუ არ ვცდები ახლა თუ არ მეშლება რაღაც და ზუსტად 9 წელიწადში გამგებარი ლეგიონერებით იყო ავსებული ხო ძირითადი გუნდი დინამო. კიდევ ერთხელ მე მტყულა არ დავიწყე რა, მაგით ლაპარაკი. მაგ ადამიანს აქვს არგუმენტები, რომელსაც გეტყვის და რომელიც იქნება, რომ მე ქართულ ფეხბურთის წარმატებაში ბევრი და დიდი აგურები მაქვს დადებული და კი ეგრეა. უბრალოდ მე მახსოვს მაგალითად სეზონი, როცა გიორგი ჩაკვეტაძეს, ოთარ კიტეიშვილს, საბა ლობჟანიძეს ქვილითაიას პაპუნაშვილს არაცადეს ერთი შესარჩევის თამაში და მაგაზე ვარ გაბრაზებული ძალიან კვეტაძე კიტე გახსოვს აი როცა მაგ სეზონში ხევანდელი საქართველოს ნაკრები ხვიჩას გამოკლებით ფეხბურთელი შეენარჩუნებინა დინამოს ჯგუფში იყო ისეთი მაგარი გუნდი იყო აი მაგას ვერ პატიობ წინა აი ხავე ვამბობ ვერ პატიობს ვამბობ 20 მწვრთნელი თუ 25 მწვრთნელი თუ რამდენი ღმერთმა უწყოს ყველა წარუმატებობაზე ანუ აქ ხომ აი ჩამოუყალიბებელი ხარ შენს პოზიციებში რანაირად მწვრთნელი რომ მოკავს ესე იგი ენდობ იმას ხო ანუ რაღაცა საქმეს აბარებ ეს არ არის ორ დღეში შედეგს რომ მოგცემს ეგეთი სახეობა რა ამას დრო ჭირდება წლები და ზოგჯერ აწლეულები რომ რაღაც შედეგამდე მიხვიდე გუნდი რა მიზნამდე მიხვიდე ხო და მით უმეტეს ამ პირობებში რაც ჩვენს ქვეყანაშია ხო და აი ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე რომ თლად პროფესიონალური არ არის ეს მიდგომა რა. ხო, შეიძლება გარემოს ბრალია, შეიძლება ვიღაცა რაღაცას ისეც ურჩევს, რაც არ უნდა ერჩია, ერთი სიტყვით. ყველა გუნდში ასეთა მე არ მინდა ახლა ისე გაგვიგოს ვიღაცამ რომ ახლა თბილისის დინამოს არის მსგავსი. თბილისის დინამო არის ქართული ფეხბურთის დინამოს იმისთვის რაც მოგცა ამ ტალანტების სახით. მეც მაგით დავიწყე საუბარი რომ რას ამბობ ახლა ეგ ანუ უდიდესი წვლილი აქვს ჩეტანილი იმ ბედნიერებაში, რასაც ქვია საქართველოს ევროპაზე გასვლა და რა ვიცი ხო? კი, უბრალოდ მე მახსოვს რაღაც ეპიზოდები, რომ ვერ გავიგე. ანუ თუ გვინდა წარმატება, ერთი წელიც დატოვეს ხალხი და მაგათი ევროპაზე ვერ გასვლა საკლუბო ფეხბურთს გამორიცხული იყო ორი კაცი დაუმატე. არ ვიცი, მარჯვენა მცველი იქნება თუ რაღაც საყრდენი
მზად იყო რომ მაგურს ევროპა ლიგის ჯგუფი ეთამაშა. აბსოლუტურად. აი გამორიცხული რა გაბალა და შმაბალა. ხო ორი კაცი დაუმატე და გასულები იყვნენ და რა მივიღეთ სანაცვლოდ კი შეიძლება ვიღაცამ თქვასო ფეხბურთია ყველაფერი ხდება, მაგრამ მე ვერ დავინახე რომ ხელს უწყობდა ვინმე მაგ უნიჭიერეს აქედან საბა გარბის, იქიდან ქვილითა, აქედან კიტე, ჩაკვე, კარგი რა მაგით როგორ გადიხარ პორტუგალიას მოუგეთ მაგ გუნდით და იმ გაბალას როგორ ნუ იყო სხვაობები, მაგრამ ხო გესმის ისე თქვა მინდა ეხლა მე ძალიან ფაქტობრივად ზუსტად არ ვამბობ, მაგრამ მაგ გუნდს რომელიც დაშალეს, მაგ გუნდს ჭირდებოდა აი 1-2 რაღაც კოსმეტიკური რაღაც ისეთი წერტილის შევსება და ეგ გუნდი იყო გასული ევროლიგაზე ანუ ევროპა ლიგაზე მინიმუმ. კაკი, აი ამ მოცემულობის ფონზე ქართული მედიის, სპორტული მედიის მუშაობა ხომ არ არის ხელშემწყობი პირობა იმისთვის, რომ ეს რეგრესია იყოს. გორპატიება. იცი რა მაგრამ მოვალეობაზე ხო არ ის რა არის აქტიური როგორ უნდა იყოს ადამიანი რომელიც მედიაში მუშაობს და ამას ხო ანაზღაურებას მაგას ხო ჭირდება რომ მე რო ავდგე და ელიგა, ეროვნული ლიგა, მაგრად რო გავაშუქო, აი გავჩავეთი, გავიგე რომ იმას ცოლმა უყავა და მაგიტო იყო თურმე ცუდად და ამას ნეკათით იტკივა და გავგიჟდი, გადავირია და მე მაგას ვაკეთებდი ეროვნული ლიგა 360 თუ გახსოვთ ცოტა ხანი არა დიდი ხანი მე ვიყავი მაგის რეჟისორი, მე ვიღებდი და დავრბოდი ხან იქ, ხან აქ, შეგიძლიათ ჩაწეროთ ეროვნული ლიგა 360 მე ვაკეთებდი მაგ პროექტს და ვცდილობდი რომ შეიძლება რომ ლოკომოტივში არ თამაშობდეს მარადონა, მაგრამ შეიძლება ლოკომოტივში თამაშობდეს ადამიანი, რომელსაც რაღაც საინტერესო ისტორია აქვს და მე ვცდილობ რომ გაგაცნო ეს ადამიანი და სიმპათიური ბიჭია. ძალიან სიმპათიური ბიჭია ვიღაც მაგალითად გაგაცანა და მე მეორე დღეს შეიძლება მის თამაშზე რა ვიცი 1-3 გოგო მოვიდეს და ასე ხო ხდები რას გეუბნები რომ გასაგებია რომ ხარისხი არ გვაქვს ისეთი რომ დაუგლიჯოთ ერთმანეთი მაგრამ რასაც ფეხბურთის თამაში არ ჭირდება ის ხო შეიძლება რომ გავაკეთო მე თვითონ მიცდია თქო გამიკეთებია იქ მე ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდი და მაგაზეც შემიძლია ბევრი საუბარი ერთადერთი რაზეც მე ფეხბურთის ფედერაცია შემიძლია რომ ვუთხრა და მეგობრულად ურჩიო და დავაკრიტიკო არის ის რომ გასაგებია რომ კაი გაზონი უნდა იყოს გასაგებია რომ ლოჯისტიკაში და მილიონი რაღაც არის რა რაშიც დიდი ფული მიდის მაგრამ გაშუქებაშიც დავამატოთ რაც იქნება რომ ჩავდოთ რომ არ არსებობს რო არ დავინტრიგდე რა ხო შეიძლება რომ კარგად თუ გააშუქებ გავიგო რომ აი თბილისის დინამოში თამაშობს ერთი ძმა ბათუმის დინამოში თამაშობს მეორე ძმა და ისინი ერთმანეთს ხვდებიან სამშაბათს როგორი თამაში იყო ამით საქმე ბლა 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 ანუ შეიძლება რომ მაყურებლის რდამ საბოლოოდ სპორტული ხარისხი ამაღლოს მე მჯერება ფეხბურთელი რო გამოდის და ცარიელ ტრიბუნაზე თამაშობს ის არის დემოტივირებული ხო ყველაზე მსუბუქად მაგ სიტყვებით აღარ დავამატებ დემოტივირებული ფეხბურთელი რას მიაღწევს შენც კარგად იცი და მეც და თვის ბოლოს კიდე ძალიან ცოტა რო ჩაერიცხება ხელფასი წარმოუდგენელი ფეხბურთს იმხელა შრომა ჭირდება ზოგადად იმხელა ფიზიკური ძალიან რომ იქ სხვა პრობლემაზე არ უნდა გეფიქრებოდეს მინიმუმ კი ბატონო ფეხბურთი არის სპორტი სადაც შეიძლება რომ ყველაფერი კარგად გააკეთო მაგრამ მაინც არაფერი არ გამოვიდეს იმდენად რთული არის ფეხბურთში წარმატების მიღწევა და კიდე ერთხელ ვამბობ რომ ჩემს მეგობრებს ფეხბურთის ფედერაციაში ბატონ ლევანს და
დავით მუჭის. მე არ მეხება საკლუბო ფეხბურთის განვითარება. ხო, ცოტაც გადამახინჯდა, გადმომახინჯდა მის ლევანმა ისი გულისხმობა, რომ წესით ფურცელზე არ ეხება, მაგის თქმა უნდა და ეგრე არის. ანუ ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია პრემიერ ლიგაზე საერთოდ არ ფიქრობს და სწორადაც არ ფიქრობს. იმიტომ რომ თავისი პატრონი ყავს. ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია არის სხვა იურიდიული სუბიექტი და პრემიერ ლიგას ატარებს აბსოლუტურად სხვა იურიდიული სუბიექტი. პირობას გაძლევ, რომ მე არ ვაპირებ აქ ეხა ფეხბურთის ფედერაციის დაცვას, უბრალოდ რაღაც იგულისხმა, რომ ფურცელზე არ ეხება ეგ თქვა და მე იმის თქვა მინდა, რომ ბატონო ლევან, ბატონო დავით როგორც თქვენი ყოფილი თანაშრომელი მოგმართავთ და გეუბნებით, რომ საქართველოს ჩემპიონატის და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე სიმპათიური ბიჭების გაპიარებაში და თამაშების გაბერეში ჩადეთ მეტი ფული, გააკეთეთ უკეთესი ტრანსლაციები, გააკეთეთ გადაცემები და დაინტერესდება ხალხი. ამით მოვა სტადიონზე მეტი ადამიანი, სტადიონზე მეტი ადამიანი ნიშნავს უკეთეს ფეხბურთს, უკეთეს ფეხბურთი ნიშნავს ევროტურნირებს. მსგავს იდეებს მე ბევრჯერ გამოვთქვამდი, მაგრამ ვინ მოგისმინა? ხო. რეორგანიზაციის გამო. ხო, არის. მოკლედ, სადღაც მოვისმინე, რომელიღაც შენს პირდაპირ ეთერში, ალბათ რომ მეორო დიდი ფული მქონდესო. ხო. ქუთაისის ტორპედოს ჩავიბარებდიო, ვიყიდიდიო. რატო? იმიტომ რომ ერთხელ ვიყავი კამერით ქუთაისის ტორპედოს რა ქვია მაგა სარბენბილიქზე და ქვამეს როლეს და მივხვდი როგორ უყვართ დავისი გუნდი ჯერ ესეთი საიდან უნდა შეატყო ადამიანს აი მიხრა მუხრაზე შემეტყო რო თბილისელი ვიყავ თუ აი რატომ ეს როლეს ხო არ ვიცი ძალიან კაი ეს ხუმრობით ხო არ ვიცი შემატყობდნენ და ძალიან უყვართ თავისი გუნდი ფეხბურთი იმერული სპორტია რა მართლა ეგეთი არის რა ფეხბურთელს აი უხდება იმერელი დასავლეთის კი უხდება და სამეგრელო ხაზეთი ყველა აი ეს ეგეთი სპორტია და სხვათა შორის ყოველთვის იყო დაჩაგრული ეს მხარე იმიტომ რომ თბილისის დინამო იყო საბჭოთა კავშირი იყო და ვინ გაცდიდა ეხა შენ წარმოგიდგენია თბილისის დინამოში ვინც ქუთაისის ტორპედოელი თამაშობდა ეხა შენგელიები და ესენი ეხა რომ იქ დარჩა არ წავალდინა ვინ ხო ხტები იჩაგრებოდა ყოველთვის რა და იქ ვინც ქუთაისში რომ ვიღაც კარგად ფეხბურთს ათამაშებდა მე თბილისი იპარავდა ხოლმე რა და მაგ სამართლიანობას დიდი სიამოვნებით აღვადგენდი და ქუთაისის ტორპედოს მე თბილისელი ვარ მაგრამ წარმოშობით მეორე სვირიდან ვარ ზესტაფონიდან იმერელი ვარ ერთი სიტყვით და ქუთაისის ტორპედოს ყველანაირად ხელს შეუწყობდი რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა სხვათა შორის ამ დაჩაგვრაზე გამახსენდა როგორც რამდენიმე წყაროში მაქვს ამოკითხული ალფრედო დი სტეფანო რეალურად კატალონიის ბარსელონას ყავდა ნაყიდი და როგორც თვითფრინავიდან მოხსნეს და წაიყვანეს მადრიდის რეალში არგენტინაშიც არგენტინის ნაკრებშიც აქვს თამაშები ესპანეთში და ფულის გამო კოლუმბიის ნაკრების მაისურიც აქვს მოგებული წარმოიდგინე ხდებოდა სამართლებები დიდ-კლუბებთან მიმართებაში ძალიან ხშირია ხოლმე კი გეთანხმები ეგრე ხდება და ქუთაისის ტორპედო იმსახურებს თავის ისტორიულ სამართლიანობას და უკეთეს შედეგებსაც იმსახურებს თან იმ ფინანსების გათვალისწინებით რომელიც ხო მე ვიცი რომ არ უჭირთ ახლა რაღაცა კარგად არ უჭირთ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფინანსურად გამართული სუბიექტია და ძალიან სამწუხაროა რომ ესე პარადო ვერ არის სატურნირო. უნდა მოვიდეს ეგ შედეგი რა, იმიტომ რომ სულ რას ვამბობ ხოლმე ცი. საკლუბო ფეხბურთი ეს არის სკოლის ბუფეტი. სანაკრებო ფეხბურთი არის რესტორანი. ანუ ბავშვი რო ყოველ დღე ხო სკოლაში ჭამს. რესტორანში იშვიათად ჭამს. ნაკრების თამაში წელიწადში რამდენჯერ გვაქვს? ხო წერ მითხარი. 14-ია სულ გაყავი შუაზე სახლის თამაშები. არა 7-8 თამაში გაქვს სახში, ხო? და საკლუბო ფეხბურთი რა არის? ყოველი თუ ჩემპიონატზე დიხარ, ყოველ შაბათ-კვირას თამაში გაქვს სახში და თუ ევროტურნირზე გახვედი, ემატება სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, ანუ ყოველდღიურობაა რა. და ყოველდღიურობა უფრო მნიშვნელოვანია და ჩემი დააჩის საყვარელი შეკითხვა ეგ და მოდი შენის ნებართვით მე დაგისვავ ხა შეკითხვას. რა გირჩევნია საქართველოს ნაკრები გარანტირებულად მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ 4 წელი
2 ქართული გუნდი ლიგაზე და ევროპაზე. ლიგაზე და ევროპაზე. მე საკუბო ფეხბურთის ადამიანი ვარ. კი, ეს ეროვნული რაღაცა ეს მთელი ეს სისხლის ყივილი და მთელი ამბები, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემს ნაკრებზე, მაგრამ მე არა ვარ სანაკრებო. აი ძალიან ღიზიანდები, როცა სანაკრებო შეკრებებისა პაუზებია ხოლმე და ჩემპიონატები ხდება და აი ეს ორკვირიანი თუ ადღიანი პაუზა ძალიან ნერვებს მიშლის რა. აი ფეხბურთი არის საკლუბო ფეხბურთია. მაგას ქვია, ნაკრები არის ჯარი რა, გეძახიან უნდა ჩამოხვიდე და შეაკუტე. ეგ არის. მაგაში და ხო აი ძალიან ხშირად ეხა ხო ძალიან ბევრი ქართველი ჩვენ და საბედნია რომ ძალიან ბევრი ქართველი თამაშობს ევროპაში და ჟორჟ მარაკაი მე აი ძალიან ხშირად მაქხოვე ხო მე ვარ გიჟი გულშემატკივარი კატალონიის ბარსელონის ფაქტობრივად აი ახლოს ვართ მეც ხო მაგო და ეს ანუ ბარსელონა არის ჩემი ცხოვრების აი უდიდესი აი ჩემი შვილები და მე მოდის ალბათ ბარსელონა აი დაახლოებით ეს ამ პოზით რა და ხშირად გამختار ვარ სიძულვილის ობიექტი იმის გამო რომ აი მე მაგალითად შეიძლება ვალენსიას არ უგულშემატკივრო იმიტომ რომ მამარდაშვილი მე შეიძლება PSG-ს თუ პარი სენ-ჟერმენს არ უგულშემატკივრო იმიტომ რომ იქ ხუთი ანუ რამდენად სწორია აი ეს სიძულვილის გამოვლენა სიძულვილი რა თქმა უნდა რომ ყოველთვის არასწორია. ქართული კლუბი არ არის ბარსელონა. ანუ შეხო რეალურად მამარდას ცუც ხო არ უსურვებ არა იმ მომენტში უბრალოდ მე მინდა რომ მამარდას ძალიან სეივები კონდეს ამ თამაში, მაგრამ ბარსელონა შეგიდა რომ ბევრი დაურტყან მამარდას. 1-9 იყოს და 2 გაძვრეს. 1-ით მეტი რომ ბარსელონამ გაიტანოს აი ეგეთი მომენტი. არა, სხვათა შორის იცი MMA რატომ მიყვარს? ძალიან სვეცკი საზოგადოება ვართ. მართლა არ გეწყინოთ ფეხბურთ ჩიკებს. რა მხება სხვაობა იცი? ორივესთან ხომ აქ შეხება. და ხუმრობ რა თქმა უნდა. სვეცკობაზე არ არის საუბარი. უბრალოდ ფეხბურთს ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და ძალიან ბევრი ადამიანი რო უყურებს, შესაბამისად სიგიჟეც უფრო მეტია, ხო? ხუმრობ მაგას რა თქმა უნდა, მაგრამ MMA-სთან იცი რაში არის სხვაობა კიდე? შეხედე შენ რო MMA-ს უყურო. ფეხბურთს შეიძლება შემოგიყუროს. MMA ვერ შემოგიყურება. MMA-ს უყურო დილის 6 საათზე უნდა დააყენო. გაიღვიძო, გაგსიქს ჩუმად უნდა ჩართო ტელევიზორი, ჩადგას ვიღაცამ არ გაიღვიძოს. აივანზე ვზივარ ხოლმე საბნით და ჩემცოლს ბავშვი გიწინა და ხაცებს ყვირი ვარ ჩემთვის და უყურებ ჩუმად რა. ანუ MMA-ის გულშემატკივარი ვერ იქნება ესეთი ცნობილი ტერმინია casual fan, ანუ აი რიგითი ფანი ვერ არის რა. დილის 6 საათზე რო იღვიძებ რანაირ რიგითი ხარ. ხო, ფეხბურთი არის რომ თქვა ბარში, პაპში ჩართულია რეალი ბარსა და შეიდი და და შემოგიყურა. კანს შემოეყურა. ფეხბურთი ისა MMA ვერ შემოგიყურება და ეგეც სხვაობაა სხვათა შორის. ხო რომ დროის არტყელი ქმნის რა აი ამ ქცევას გულშემატკივრულს რომ არა მე არ მივიღებ შეურაცხყოფა ჩვენ თუ ვიტყვი რომ MMA საზოგადოება უფრო სვეცკი საზოგადოება არ არის პრობლემა არასწორად დავახასიათე მიზეზიც აუხსენე მე აი საჩოგბურთო საზოგადოებაც ეგეთი მგონია აი ცოტა კი იმიტომ რომ ზოგადად მეც ამას რომ ამბობ ხოლმე აი ხახო ცხიზია და ყველაზე დიდი ხანი გურამ თოხაძე ლეილა მესხის მწვრთნელი იყო გურამ თოხაძე კიგუზის პარკში თოხაძის ეს ქვია რა ქვია თოხაძის კორტებს ქვია გურამ თოხაძე გიждდებოდა ჩემზე მის საყვარელი მოსწავლეები ყავი ჩოგბურთზე დავდიოდი დიდი ხანი და აღებ პრიზებიც მაქვს მოგებული თბილისის პირველობის ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ვიცნობ ჩოგბურთო საზოგადოებას და ჩოგბურთს ენდი როდიკია ჩემი საყვარელი ჩოგბურთელი და უბრალოდ ეს ფეხბურთი, კრივი, MMA და ჩოგბურთზე ხმას რომ ვიღებ აუ შეერა ყველაფერში კი ხარო მეუნებიან, მაგრამ რა გავაკეთო? დიდი ხანი თამაშობდი 7-8 წელი თამაშობდი ჩოგბურთს და რა ვქნა მე აი რომ ახსენებენ შესავით მეც
მას დავდიოდი ჩოგბურთზე. ვიძახი ხოლმე და კი, ჩოგბურთის ყველაზე სნობები ჩოგბურთელები არიან. გეთახმები აბსოლუტურად. ჩვენი საუბრის ბოლოს მე ვარ ძალიან აჟიტირებული ერთი ფაქტით 2025 წელს და ეს არის ეხლა ეს პოდკასტი არ არის ესე ძალიან ვიწრო თემებზე გათვლილი, შესაბამისად თავისუფლებას მივცემ გკითხო ოაზისის დაბრუნებას. ჩემს საიდან იცი ოაზისი რომ მიყვარს? თუ გიტარა მიყვარს? არ ვიცოდი. მომის გიტარა Wonderwalls დაგიკრავ თუ გინდა. კარგი. Baby. კი, ოაზისი Black. ჩემი საყვარელი სიმღერა არის Roll With It, მაგრამ მართლა ჩემს საყვარელი სიმღერა Importance of Being Idol. Boom, boom. Okay, dance ჯგუფია და ოაზისი თავისი Manchester City-ით და გიორგი ხინქლაძის სიყვარულით ძალიან მაგარი ბენდი არის ოაზისი და კიდევ კარგი რომ შეერიგდნენ და სხვათა შორის 1975 არის ეგეთი ბენდი ახლა რა ძალიან მაგარი ანუ ინდი ბრიტანული ბენდი არის და მათი ის იყო რა ქვია მათი ვოკალისტი ვინც არის იცახდა რომ ეს ნოელი და ლიამიო გაგიჟდნენო ვაფშე ანუ რის გამო ანუ საუკეთესო ბიტლზების მერე შენ ხარო ეპოქალურათო და იმის გამო რომ არ რიგდებით გვაკლებ ამ ხილვა სიამოვნებასო და და კუტაკიდეს და კი გაიყიდა რა ვიცი ოაზისის ბილეთებზე ეხა ველოდები გიჟივით ევროპული ამ ტურნირში ევროპა გათვლილი არ იყო. იყო ამერიკაში, ბრიტანეთი და ერთი არის მე მგონი სამხრეთ კორეა და ხო, ამერიკა და სამხრეთ კორეა, სამხრეთ ამერიკაც ხო, სან-პაულუთი ამთავრებენ წელს. და იმიტომ რომ მაგათ გახსოვს ბუენოს აირესში კონცერტი ჰქონდათ, ოაზის ჰქონდა არგენტინაში, აი ანუ ნოელვამ იტირა ერთხელ და იტირა არგენტინაში დედასკეფზე. ანუ ღეროდა რა თქმა უნდა იმას ვქვია. So Sally can wait. მაგის ანუ მოკვდა კაცი. თან ყველაზე მეტად რა მისწორდება იცი აი ამათ დაბრუნებაში რომ ძალიან მაგრად დაბრუნდნენ. ანუ ვოკალურად, მუსიკალურად, სტილისტურად. ხო, არ მოარიან. აი მაგას გეუბნები ფეხბურთელი წარმოიდგინე 30-20 წლისიდან და ფეხბურთელი ხო ვერ დაბრუნდება ეხა. ამიტომ არის რომ მუსიკოსებს და სხვადასხვა სფეროს ხალხს აქვს იმის ფუფუნება რომ აგერ რამდენი წლისები არიან ნუელა და ლიამა ეხა. 12-13. ხო 50 გადაცილებულები არიან და აჰა შვენივრად გამოიყურებიან და მღერიან და ზახტიან აქეთი კითხო და მაგარია კი. პეპ გვარდიოლას ესწრებოდა მათ მანჩესტერულ კონცერტს და დიდი ის მიუძღვნეს მოკლედ სიტყვა ლიამმა. ხო, აბა ეხლა ჩემპიონობა ამანაჩუკა და. ხო და მოკლედ ახლა ველოდები რომ 2026-ში ევროპული ქვეყნები ჩაჯდება და რა თქმა უნდა წავიდეთ. ამის გარეშე აუცილებლად ეს არის ჩემი მთავარი мотиваცია 2026 წელს. შენი პოდკასტი რომ ყველაზე მაგარი პოდკასტი გახდება. მე და კაკი ვილაპარაკეთ ამაზე თქო. და მე შენ და ყველა ვინც ვართ აქ მივდივართ კიდე ერთხელ დაბრუნდებიან. ვინმე კაი კომპანია დაგვასპონსორებს და წავალთ. იმედია. შეგარი. ძალიან კარგი იყო შენი სტუმრობა. მადლობა შენი მასპინძლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ გამოყავით ჩემთვის დრო ახალ დაწყებულ საქმეს მხარდაჭერა ჭირდება და მხარდაჭერა ამ შემთხვევაში სტუმრების თანხმობაზეც თანხმობაშიც გამოიხატება და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შენი თანხმობა, შენი სტუმრობა და მე მგონი საინტერესო საუბარიც გამოგვივიდა. ნამდვილად, ძალიან კარგი პროფესიონალი ხარ, ძალიან მაგარი გოგო ხარ და მადლობა დიდი რომ დამპატიში. მადლობა. გაიხარ. მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. პოდკასტის მესამე ეპიზოდში შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს და არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ დაგულე სპორტი YouTube-ზე. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. ნახვამდის. ნახვამდის. ბრავო. გაიხარით.